გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ თეთრი სახლი უკრაინაში კიდევ ერთი პეტრიოტის საჰაერო თავდაცვის სისტემის გაგზავნას განიხილავს. შეგიძლიათ ამ ინფორმაციის დადასტურება? They would like it. They've asked for it. მათ ეს მოეწონებოდათ, თავად ითხოვეს. ეს სისტემა ძალიან იშვიათია. უკრაინაში უკვე ბევრი გაიგზავნა, თუმცა მათ მეტი სურთ. ჩვენს უნდა განვიხილოთ, რადგან პეტრიოტის სისტემა ძალიან ძვირია. სამწუხაროა, რომ ამდენი ფულის ხარჯვა გვიწევს ომზე, რომელიც არასდროს დაიწყებოდა მე რომ პრეზიდენტი მყოფილიყავი. ესაა საშინელი ომი და მართლაც სამწუხაროა. საჰაერო თავდაცვის ეს სისტემა ძალიან დახვეწილია და უზარმაზარ თანხას მოითხოვს. ის უკრაინელებს იმისთვის სჭირდებათ, რომ სიკვდილი აიცილონ თავიდან. ისინი ძლიერ იერიშებს იგერიებენ. სწორედ ამიტომ ამ საკითხს განვიხილავთ. Very hard. So we're looking at it. როგორც ცნობილია, ვაშინგტონმა პენტაგონის საწყობების შემოწმების დროს კიევის რეჟიმს სამხედრო დახმარების მიწოდება შეუჩერა. თუმცა ახლა შეერთებული შტატები ამ დახმარების განახლებას გეგმავს. ამ ნაბიჯების შედეგები ჯერ კიდევ შესაფასებელია, მაგრამ დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ უკრაინაში იარაღის გაგზავნა, რბილად რომ ვთქვათ, კონფლიქტის მშვიდობიანად გადაჭრას ხელს არ შეუწყობს. თუმცა ამისკენ მსოფლიო საზოგადოება, მათ შორის დასავლეთის ყველას მოუწოდებს. გერმანიის კანცლერმა ხაზგასმით განაცხადა, რომ თუ ბერლინი კიევს ტაურუსის რაკეტებს მიაწვდის, ამ იარაღს არა გერმანელი, არამედ უკრაინელი ჯარისკაცები გამოიყენებენ. როგორც ეს სავარაუდოდ ფრთოსანი რაკეტების შემთხვევაში ხდება, რომლებსაც კიევის რეჟიმი ბრიტანეთისა და საფრანგეთისგან იღებს. ამ ფარდის მიღმა იმალება მერცის მთავრობის ცუდად შენიღბული სურვილი. თავადაც მიიღოს მონაწილეობა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე განხორციელებულ დარტყმებში. ბერლინი იმაზე არ ფიქრობს, რომ ამით გერმანია ჩვენს ქვეყანასთან კონფლიქტში ჩაერთვება. ამერიკის შეერთებული შტატები კვლავ იყენებს სავაჭრო და ეკონომიკურ ინსტრუმენტებს უკანონო სანქციებს, ტარიფებსა და ბევრ სხვა რამეს პოლიტიკური ზეწოლის ელემენტად. ის იმალება სამართლიანი კონკურენციისა და ეროვნული უსაფრთხოების ლოზუნგების უკან. რა თქმა უნდა, სინანულით უნდა აღვნიშნოთ, რომ ასეთი ხაზი საერთაშორისო ეკონომიკური თანამშრომლობის არსებული სისტემის ნგრევას იწვევს და უხეშად არღვევს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციისა და თავისუფალი ვაჭრობის პრინციპებს, რომლებსაც სხვათა შორის ვაშინგტონი ცოტა ხნის წინ უნივერსალურ ჭეშმარიტებად მიიჩნევდა.